ფარული ჩანაწერები ლიკვიდირებულია დღეს ტელეკამერების წინ განადგურეს ასაბდისკზე გადანაწილებული 154 ფაილი, 181 საათი და 30 წუთი ფირზე აღბეჭდილი ინტიმური ცხოვრება. უკანონოდ მოპოვებული მასალის განადგურებას კომისიის მხოლოდ ერთი წევრი ეწინააღმდეგებოდა. კახი კახიშვილი თვლის, რომ ჯერ გამოძიებას უნდა დაედგინა ვინ და ვიცი დახმარებით გადაიღო ეს ყველაფერი. შინაგან საქმეთა მინისტრი კი განმარტავს, რომ ეს მხოლოდ პირადი ცხოვრების სამსახური მასალა, არსებობს კიდევ სხვა ტიპის 26,000-მდე ფარული ჩანაწერი, რომელზეც გამოძიება დაიწყება. დღეს მინისტრმა არ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ არსებობდეს ასლებიც, ამიტომ კომისია მუშაობას დაიწყებს საკანონმდებლო ცვლილებებზე. პირადი ცხოვრების სამსახური მასალის გამოქვეყნება პატიმრობით დასჯადი გახდეს. ინტიმური ცხოვრების სამსახველი ბოლო ორი დისკი შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და კომისიის წევრმა ლაშა ტულუშმა საჯაროდ ტელეკამერების წინ გაანადგურეს. ასად დისკზე გადანაწილებული 144 ფაილი შრედერის 3 აპარატის გამოყენებით დაიჭრა. მასალების საერთო რაოდენობამ 181 საათი და 30 წუთი შეადგინა, რომელიც 9 საათში განადგურდა. აპარატში დღეს მხოლოდ ის დისკები მოხვდა, სადაც პოლიტიკოსების და ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრების ინტიმური ეპიზოდები იყო ასახული. ყველა დისკი აპარატში სათითაოდ მოთავსდა, რომლის განადგურების შემდეგაც ფაილზე აღბეჭდილი პირის იდენტიფიცირება შეუძლებელი ხდება. ჩვენ არ ვანადგურებთ ყველა იმ მოპოვებულ მასალას, რომელიც დავაგროვეთ თვეების განმავლობაში. მე გულისხმობ იმ 25,000 ფაილს, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენ სამინისტროში ამჟამად ინახება. ჩვენ ვახერხებთ ახლა ამ ვიდეო და აუდიო ფაილების მოწესრიგებას. უმრავლესობამ გადავწყვიტეთ, რომ ღირებულებით კონფლიქტში პირადი ცხოვრების საიდუმლოების შენახვა არის პრიორიტეტული და ამიტომ ხმამი ვეცით იმას, რომ ეს კადრები განადგურებულიყო. უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერები საჯაროდ მედიის თანდასწრებით განადგურდა. მას შემდეგ რაც დისკები აპარატში დაიჭრა, სპეციალური ოქმი შედგა. მას კომისიის ყველა წევრმა ხელი მოაწერა, მათ შორის კახი კახიშვილმა, რომელიც გამოძიების დაწყებამდე მასალების განადგურებას ეწინააღმდეგებოდა. უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხზე მომუშავე დროებითი კომისია თანხმდება, რომ საქმეზე აუცილებელია გამოძიების დაწყება. პირადი ცხოვრება შესაძლებელია ვინმესთვის მძიმედ ყოფილიყო ამ ყველაფრის ნახვა ვეთანხმებ, მაგრამ მეორეა, შეიძლება ვიღაცა იყო მსხვერპლი, წამების მსხვერპლი აი ამ მასალის გამო. პირადი ცხოვრების სამსახველი მასალების გასაჯაროების შემთხვევაში პირი სავარაუდოდ პატიმრობით დაისჯება. ამის შესახებ ფარული ჩანაწერების განადგურების შემდეგ გახდა ცნობილი. კომისია ვარაუდობს, რომ კონკრეტულ პირებს შესაძლოა ამ დისკების ასლები ჰქონდეთ. 1 წლამდე, 2 წლამდე, 3 წლამდე ამგვარი სერიოზული დანაშაულისათვის, რომელიც ხელყოფს ისეთ უძვირფასეს ღირებულებას, როგორც არის პირადი ცხოვრების დაცულობა, საკმარისად არ მიგვაჩნია და თუ რამდენ წელს საპატიმროზე ჩამოვყალიბდებით, ეს უკვე მსჯელობის საგანია. ფარული ჩანაწერების განადგურებაზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ნაწილი უკანონოდ მოპოვებული კადრების განადგურებას ემხრობა, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ დანაშაულის დაფარვა ხდება. ამ კადრებში ასახული ადამიანების წამება, გაუპატიურება და უამრავი ზეწოლა არის მიგვიყვანს იმ ადამიანებამდე, რომლებიც წლების მანძილზე ატერორებდნენ საქართველოს მოსახლეობას. ნებისმიერი მასალა, რაც კი უკანონოდ იყო განხორციელებული, ანუ ჩაწერას გულისხმობ, ყველაფერი იქნას გამოძიებული და დამნაშავე პირები კანონის წინაშე იქნენ დასჯილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერები სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავებიდან და იმ არქივიდან ამოიღო, რომელიც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ძალოვან უწყებას დახვდა.